მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო. გავაკეთოთ საჯარო გაშლა, პატარა საჯარო გაშლა კითხვაზე, რას მეტყოდა? რას მეტყოდა კონკრეტული ადამიანი? ალბათ ყოველთვის გვაქვს კითხვა, ეს ადამიანი რას მეტყოდა, ეხლა რას გამოხატავდა ჩემთან მიმართებით. შეიძლება იყოს თქვენი პარტნიორი, ახლობელი, ოჯახის წევრი, მეგობარი, კოლეგა, ვინც გსურთ. და ნახოთ, სანამ გაშლას დავიწყებ, ძალიან გამიხარდება თუ გამიწერთ ჩემს YouTube გვერდს და ასევე თუ დამიწერთ კითხვას, რა საკითხს ისურვებდით საჯარო გაშლას, აუცილებლად ჩავწერ ვიდეოს. მოდი გავაკეთოთ 5 ვარიანტი. რას მეტყოდა? ახლა რას გეტყოდათ თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება? აი ჯერ ერთი ვარიანტი, რომელიც პირველი მოვა თქვენთან, თქვენს გულთან და სულთან ის ვარიანტი შევარჩიეთ და დავიწყოთ. მათ ვინც შევარჩიეთ პირველი ვარიანტის შემთხვევაში ეს ადამიანი გეტყოდათ, რომ ის რაც მოხდა თქვენ შორის ბოლო პერიოდში, ის რაც გამოიარეთ, ეს ყველაფერი იყო ძალიან სამართლიანი და ყველაფერი სწორედ ისე მოხდა, როგორც უნდა მომხდარიყო. რეალურად ამ ადამიანს არანაირი სინანულის ან ნეგატიური ემოციების გრძნობები არ გააჩნია თქვენთან მიმართებით და მაინც მეჩნევ ყველაფერი რაც მოხდა სამართლიანად, ყველაფერი რაც გავიარეთ, ყველაფერი რაც იყო, ესე უნდა მომხდარიყო. აი ამას გეტყოდათ ის ადამიანი, რაც მოხდა, ესე უნდა ყოფილიყო. ეს არის სწორა, ეს არის სწორად რაც მოკლედ მივიღეთ, რა შედეგებიც მივიღეთ. აი ამას გეტყოდათ პირველი ვარიანტის შემთხვევაში პიროვნება. რაც შეეხება მეორე ვარიანტის შემთხვევაში, ეს ადამიანი გეტყოდათ იმას, რომ ცოტათი საყვედურით, მაგრამ შეიძლება ეს ადამიანი გეტყოდათ იმას, რომ მარტო ხართ ახლა თქვენ მის გარეშე ძალიან კარგად და კომფორტულად და ani რატომ ხარ ესე კარგად და კომფორტულად ჩემს გარეშე? აი ცოტა ესეთი რაიმეს გეტყოდათ და გამოხატავდა რეალურად ის ადამიანი. ამ თითქოს შეიძლება გულისწყობის მომენტი კონდეს ის, რომ ხედავს რომ ხართ თქვენთვის კარგად, ბედნიერად და ეს ცოტათი არ მოსწონდეს. აი ამას გეტყოდათ, აი ამას გამოხატავდა რეალურად ეს ადამიანი. მესამე ვარიანტის შემთხვევაში ეს ადამიანი გეტყოდათ იმას, რომ რაღაცები ისევ ხელახლა უნდა სადოთ ურთიერთობაში, თუ რაიმე არ გამოვიდა, თუ აქამდე იყო რაიმე ესეთი საკითხი, რაც ვერ გამოვიდა და ვერ შედგა თქვენ შორის, ამ ყველაფერზე კიდევ ერთხელ რომ მოდი ვიმუშაოთ, მოდი კიდევ ერთხელ ცადოთ, მოდი კიდევ ერთხელ გამოვასწოროთ სიტუაცია და მდგომარეობა. თუ რაიმე პრობლემა გაქვთ მით უმეტეს ამ ადამიანთან მიმართებით, გეტყოდით რომ მოდი ეს პრობლემა მოვაგვაროთ, გადავჭრათ და ორივე ვიმუშაოთ ამ საკითხზე. აი ესეთ რამეს გეტყოდათ. მეოთხე ვარიანტის შემთხვევაში, ეს ადამიანი გეტყოდათ ის, რომ ენატრებით, ის რომ მეტი ზრუნვის და სიყვარულის გამოხატვა უნდა თქვენთან, მაგრამ შეიძლება გარკვეულწილად თავს იკავებდეს, ესე რომ ვთქვათ, უფრო მოკლედ რო ვთქვათ, გეტყოდათ იმას, რომ ენატრებით და თქვენთან სურს მეტი დროის გატარება. და ბოლო მეხუთე ვარიანტი, ეს ადამიანი გეტყოდათ იმას, რომ თავისი ემოციების გაზიარება სურს, თავისი გრძნობების გაზიარება უნდა, თავისი დადებითი დამოკიდებულებების გაზიარება უნდა, რაღაცა თქვენამდე მოსვლა უნდა, თითქოს გამოუხატავი ემოციების გამოხატვა სურს. აი ეს მოდის აქ ემოციების უფრო ემოციების გაზიარება უნდა მოკლედ ამ ადამიანს და რაღაცები აქვს გულში დარჩენილი, რისი თქმაც უნდა აღვათ ეს რაც აქვს დარჩენილი გულში, არანაირად არ არის რაიმე ნეგატიური პირიქით. ესეც მეხუთე ვარიანტი. ძალიან დიდი მადლობა რომ მიყურეთ, წარმატებულ და ბედნიერ დღეს გისურვებთ.